21 საუკუნეში ქალბატონებს განსაკუთრებულად აქვთ პრობლემა ოჯახის შექმნის და მამაკაცების მხრივ. პირველი პრობლემა, რატომაც ქალები ვერ იკეთებენ თავის პირად ცხოვრებას, არის ჩვენ და სამწუხაროდ სტრესი. სტრესს იწვევს როგორც თქვენი არაკეთილმოსურნეების ჯადოები, წყევლა და ასე შემდეგ სხვა მაგიური ზემოქმედებები და ასევე სტრესი, რომელიც არასწორი ცხოვრებისაგან არის გამოწვეული. და ადამიანი ვერ ახერხებს თავის ცხოვრებაზე კონცენტრირდეს თუ როგორ წაიყვანოს თავისი ცხოვრება, რა პროფესიით დაკავდეს, როგორი მამაკაცი მოეწონოს, ეს მამაკაცი რომ ცუდად ექცევა, როგორი რეაქცია ჰქონდეს ამაზე. უყურეთ, იმიტომ რომ ცხოვრებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეაქციას. თუ როგორი რეაქცია გექნება ამა თუ იმ, მაგალითად შეურაცხყოფაზე, საჩუქრის მიღებაზე, ადამიანთან კონტაქტზე, ნებისმიერ საკითხზე, ხო, რეაქციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი არ გაგიგიათ რომ მაგალითად აი როგორი ესეთი რაღაცა ძვირფასი ნივთი ვაჩუქე, როგორი ურეაქციოა, მაგალითად აი შეურაცხყოფა მიაყენა და როგორ რეაქცია არ ჰქონია, შეიკავა თავი და როგორ აპატია, ხო? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს. გარდა ჯადოსი, რომელსაც მაგიურ პრობლემებს გიკეთებენ, ხო? ასევე ცუდი ცხოვრებით და სტრესით, ცუდი, ბევრი გამოცდილებით, მაგალითად ერთი ქმარი გყავდათ, მეორე ქმარი გყავდათ, ადამიანს თვითშეფასება უქვეითდება, სტრესი და ჯანმრთელობის პრობლემები. პირველ რიგში, რასაც ყველას ვურჩევ, ჩემთან მოსულ ადამიანს არის ჩემი წმენდის განსაკუთრებული რიტუალი, ამას თამამად ვიტყვი და ვინც ჩემთან ერთხელ მაინც ყოფილა და წმენდა გაკეთებული აქვს, ეს იცით, რომელშიც შედის ჯანმრთელობის, ბარაქის, სილამაზის რიტუალები, რომ ადამიანმა რატო ვამატებ ამ ყველაფერს, რომ ადამიანებმა გაიგონ მე ვინ ვარ და ნახონ თუ რა შემიძლია და რას ვაკეთებ. წმენდის რიტუალი ადამიანს გონებას ისე წმინდავს, რომ 360 გრადუსით უყირავებს, რომ ადამიანი იმ ჭაობიდან მომენტალურად პირველი მეორე დღიდანვე ამოყოფს თავს და იცხოვრებს ბედნიერად. რა თქმა უნდა, დაცვით.